დასავლეთით ჩემს YouTube არხზე დღეს ახალი ვიდეოთი დაგიბრუნდით და მინდა რომ გავიმსახოთ თქვენთან ერთად და განახოთ ჩემი ყოველდღიური მაკიაჟის რუტინა. Ყოველ რიგში იმის დავიწყებ, რომ ჩემი მაკიაჟის რუტინა შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენგან. მე ზოგადად ძალიან მიყვარს მაკიაჟი და ამიტომ საკმაოდ ბევრ რაოდენობას ვიყენებ ხოლმე ყოველდღიურად. ეს არის ჩემი ერთგვარი ჰობი და უკეთ მიყვარს თამაში ფერებით, ტექსტურებით და ასე შემდეგ. დღეს მივდივარ უნივერსიტეტში, განსაკუთრებულს არაფერს არ გავიკეთებ, მაგრამ მაინც მინდა რომ გამოვიყურებო და ძალიან მოწესრიგებულად შესაბამისად გავიკეთებ მაკიაჟს. პირველ რიგში დავიწყებ სახის დატენიანებით. სერუმი და დამატენიანებელი უკვე მისვია უბრალოდ და ერთადერთი რაც დამჭა არის თვალის კრემი. ზოგადად თვალის კრემს არ ვიყენებდი ხოლმე, თუმცა ცოტა ასაკთან ვფიქრობ, რომ უკვე საჭირო არის რომ ჩემს რუტინაში ჩავერთო, იმისთვის რომ თავიდან ამიცილოთ ნაოჭები. დავიწყებ წარმოების დავარცხნით, ჩემი ფიქსატორი დავკარგე, არ ვიცი რანაირად მოხდა ესე. და ამიტომ უბრალოდ დავივარცხნი. Benefit-ის ფიქსატორს ვიყენებ, რომელიც არის საოცარი პროდუქტი. გადავიდეთ ახლა უკვე სახის მოწესრიგებაზე. ზოგადად ტონალურს არ ვიყენებ ხოლმე, ეს წინა ვიდეოშიც თქვი, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ზამთარში დავიწყე მეტნაკლებად გამოყენება, რადგან რუჯი გადამივიდა. და ამასთან ერთად ძალიან ცივია ნიუ-იორკში და როცა გარეთ გავდივარ, ყოველთვის მიწითხდება სახის სიცივეზე, ამიტომ ამ სიცივეს დასაბარად ძალიან ცოტა რაოდენობის ტონალურს ვიყენებ ხოლმე ცხვირის მიდამოებში. ეს პერიოდი იანვარი-თებერვალი არის ხოლმე საოცრად ცივი და ვერ ვეგუები, ანუ რატომაც რომ ჩამოვიდე, ესეთი საბჭოა მქონდა, რომ როგორც თბილისში არის ხოლმე, დაახლოებით მსგავსი ტემპერატურა დამხვდებოდა, მაგრამ ძალიან შევწდი. მოკეთ ახლა დავიტან კონსილერს თვალების ქვეშ, ტონალური მისვია სხვაგან უკვე აღარ გამოვიყენებ კონსილერს. მაშინ როცა არ ვისმევ ხოლმე ტონალურს, მხოლოდ კონსილერით ვიფარავ ცხვირის მიდამოს, რადგან ყველაზე მეტად ციცქრო მატერიალში მახასიათებს ხოლმე თვალის ქვეშ და ტუჩის ქვეშ. Elf-ის კონტურ სტიკს ვიყენებ, უბრალოდ სტიკი ალბათ არ ქვია, უფრო მეტად კრემოვანი კონტური. ესეთი ცოტა რაოდენობით, რომ უბრალოდ ფორმა მივცე სახეს, რადგან ტონალურმა დაფარა. ესე. მე გავიკეთებ ბლაშს, გამოვიყენებ ბლაშს უბრალოდ. არის Charlotte Tilbury. ვცდილობ რომ მაქსიმალურად სწრაფად გავიკეთო და რეალურ დროში განახოთ რამდენი ხანი მჭირდება ხოლმე მოსამზადებლად, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პროდუქტს ვიყენებ, საკმაოდ სწრაფად ვემზადებ ხოლმე, დაახლოებით 20 წუთი მჭირდება ჩემი მაკიაჟის რუტინის ჩასატარებლად. ხანდახან მაგდენიც არა გააჩნია, როგორი დღე მაქვს. ახლა გადავალთ ცხვირის კონტურინგზე და გამოვიყენებ ჩემს Douglas-ის პალიტრას. სხვათა შორის უშინ განვაახლე იფსის გამოწერა, რაღაც პერიოდში ძალიან პოპულარული იყო საქართველოშიც იფსი. თუმცა განსაკუთრებულად მაყოფილი არ ვიყავი და ვფიქრე რომ კიდევ ერთხელ ვცდიდი. და ვნახოთ ამ თვეში რა მომივა, გაგიზიარებთ თქვენს. გადავიდეთ ცხვირის კონტურინგზე. განსაკუთრებულს არაფერს არ ვუკეთებ, უბრალოდ გვერდებში ვცდილობ რომ გამოვკვეთო ცხვირის ფორმა და ასევე წვერი მინდა რომ ცოტა უფრო მეტად გამოვკვეთო, იმიტომ რომ უფრო ლამაზია ჩემი აზრით. ასევე ცოტა ლუყებსაც დავიტანოთ. და ახლა beauty blender-ით გამოვკვეთავთ ცხვირს. ასევე ცოტა პუდრას დავიტან თვალის ქვეშაც, რომ გამოანათოს და კუთხეებში. ცოტა ხანი ვაცდი და შემდეგ ფუნჯით გადავინაწილებ
ბლაშთან ერთად. ახლა უკვე ზედმეტი პუდრა ჩამოვიშოროთ. გამოვიდა. ახლა გადავალ highlighter-ზე. რაც შეეხება თვალებს, ძალიან სადად გავიკეთებ, შეიძლება ბაზას წავისმევ და შემდეგ ავყენებ ჩემს ყავისფერ ფანქარს, რომელიც არის Essence-ის და ძალიან ოდნავ დავიტან წამწამებთან განსაკუთრებულ სისუფთავეს და სისუსტეს არ ვეძებთ, უბრალოდ ბაზა იქნება და შემდეგ უკვე ფუნჯით გადავინაწილებ. ერთი არის ესეთი ცოტა ფუმფულა და მეორე წაწოტებული და ძალიან სუსტი. დაახლოებით ესეთი მოძრაობით გადავინაწილებ, ფორმას მივცემ, ლაინერის ვიზუალი რომ მქონდეს. ესე და შემდეგ ამ ფუნჯით ცოტას ჩავიშლი. ამ ფუნჯზე არანაირი პროდუქტი არ მაქვს, თვითონ ფანქრის გადანაწილებას ვცდილობ. და ესეთი გამოვიდა ზუსტად 2 წუთში მივიღეთ ჩაშლილი ლაინერი. თუმცა ამისთვის აუცილებელია რომ თქვენი ლაინერი კარგად იბლენდებოდეს, ესე რომ ვთქვათ, მარჯვედ გადასანაწილებელი ტექსტურა უნდა ჰქონდეს. ასევე დავიტან ესეთ Kikos highlighters აუცილებელი სტეპი რა თქმა უნდა არ არის, თუმცა ძალიან მომწონს განსაკუთრებით ზამთარში, როცა ყველაფერი ესეთი უჟმურია. და დავასრულოთ ტუშით და ბოლოს გავკეთებ ტუშის მაკიაჟს. ეს ტუში არის YSL-ის, რომელიც ჩემ საჩუქრების განყოფის ვიდეოში გაჩვენეთ უკვე, თუ არ გიყურებიათ, აუცილებლად უყურეთ, აქ იქნება ლინკი. შეეხება ტუშს გამოვიყენებ Kikos 33 ნომერ ფანქარს. ჩემი განის ტონალობისთვის იდეალური ნუდია და ძალიან მამაზად ჩდება. ტუჩზე არც ძალიან ყავისფერი არ არის და არც ვარდისფერში არ გადადის. ამას ცოტა overlining-ით გავიკეთოთ, რა თქმა უნდა. და მოცულობისთვის რამდენიმე ხაზი. ესეც ესე. რაც შეეხება პომადას, დღეს ავისმევ NYX-ის liquid lipsticks. და ესეც ჩემი 15 წუთიანი მაკიაჟის რუტინა ყოველდღიურობისთვის. ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ იდეალურია უნივერსიტეტისთვის, დამსახურებისთვის, გამოსასწორებლად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, იმიტომ რომ საკმაოდ სადაა და თუ ბევრი მაკიაჟის ტალება არ გიყვართ, ამ შემთხვევაში ესეთი ტიპის ლუკები ყველაზე ლამაზია. აქ ცოტას გავისწორებ, რომ უფრო მკვეთრი კონტური გქონდეს. და სულ ეს არის. ხოლზე როგორც ხედავთ, ძალიან ლამაზად გამოვიდა. ძალიან effortless თვალის ლუკი არის და ძალიან მომწონს, ამიტომ მოკლედ ესეთი არის ჩემი დღევანდელი ლუკი. რაც შევიცმებ ჯერ არ ვიცი, მაგრამ ესეთი ფერები ნებისმიერ ტანსაცმელს ხვდება და ამიტომ დიდად არ ვნერვიულობ. და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. იმედია მოგეწონათ ჩემი მაკიაჟის რუტინა. თუ რაიმე შეკითხვები გექნებათ პროდუქტებთან დაკავშირებით, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ. არ დაგაუწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და დროებით.